ემიგრაციაში, უცხოეთში ჩატარებულ კონცერტს, სადაც რა თქმა უნდა ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეები ღებულობდნენ მონაწილეობას, ისინი რომლებიც დროებით ცხოვრობენ უცხოეთში, სამივლის საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ ლიონში, ქორეოგრაფიულ ანსამბლ აშარი ჯვრის ხელმძღვანელობით და მასპინძლობით გაიმართა ქართული ქორეოგრაფიული საღამო სახელწოდებით კიდევაც დაიზრდებიან. აი სწორედ ამ კადრებს ვადევნებთ ახლა ჩვენს თვალს, ზურგს უკან თქვენ ნახეთ ეკრანზე. ქართული სულის ზეიმს, ერთობის ზეიმს ემიგრაციაში რომელიც საკმაოდ მასშტაბური საღამოთი აღინიშნა და გეტყვით რომ ქორეოგრაფიული ანსამბლ აშარის ჯვარი დაარსდა საქართველოში 2011 წელს ხელმძღვანელი და ქორეოგრაფია ქალბატონი ლალო მელიცკაური 2022 წლიდან ანსამბლმა შემოქმედებითი ცხოვრება უკვე გააგრძელა საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ ლიონში და დღეისათვის ანსამბლს აქვს 3 ფილიალი შემდეგ ქალაქებში ლიონი, ვალანსი, გრენობლი და კონცერტში, რომელიც ლიონში გაიმართა, ლაშარის ჯვართან ერთად მონაწილეობდნენ საფრანგეთში არსებული ცეკვის ანსამბლები, ფესვები და კოლხიდა და ქართული ერთობის ზეიმში მთლიანობაში დაახლოებით 100-მდე ემიგრანტი ბავშვი მონაწილეობდა. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ადამიანები ემიგრაციაში ახერხებენ ერთობის სიყვარულს, ქართულ კულტურასა და თვითყოფადობის შენარჩუნებას და ჩვენ კადრებში ასევე ვნახეთ, რომ მამა ანტონი პარიზის ქართული სამრევლოს წინამძღვარი ესწრებოდა ამ კონცერტს და მამაო ყოველთვის ჩართულია. მართლა თვითონაც ძალიან ბევრი შრომობს, რომ ენარჩუნებული იყოს ეს ქართულ ფესვებთან, ქართულ კულტურასთან კონტაქტი და არტოებს ეს შემთხვევას, რომ არ ჩავიდეს რაღაცა არ მიმართოს მათ და ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მადლობა მათ ყველას ამ ანსამბლს ემიგრანტებს, რომლებიც ესე დროს ჩვენთან, ჩვენს ტელევიზიასთან არ წყვეტენ ურთიერთობას, გვაწვდიან მასალას, ინფორმაციას და ჩვენ სიხარულით ვაშუქებთ ყოველთვის და გვინდა მათ უსურვოთ წარმატებები, უსურვოთ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც ბევრი მათგანი დაიბადა ემიგრაციაში საფრანგეთში და მათ ოჯახებს, მათ მშობლებს დიდი მადლობა ხელმძღვანელებს ანსამბლის, რომ აი ამითაც არ წყვეტენ ჩვენს კულტურასთან კონტაქტს და ახსენებენ ესე იგი რა კულტურის წარმომადგენლები არიან. არ მხოლოდ მასალებს გვაწვდიან, არამედ ჩვენს გადაცემაშიც არაერთხელ ყოფილან ჩვენთან სტუმრად და მათი ეს ემოციები, მათი ეს განცდები ჩვენს მაყურებელს ძალიან კარგად ახსოვთ და ის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ ქვეყნიდან მოწყვეტილი ხარ, მაგრამ აგრძელებ იმ შენს ტრადიციებს, იმ კულტურას და ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელი და მნიშვნელოვანია და ჩვენ რა თქმა უნდა დიდი სიყვარულით მოვიკითხავთ თითოეულ ემიგრანტს და დიდი სიყვარულით, დიდი სითბოთი და პატივისცემით კიდევ ერთხელ დიდ სიყვარულს გიგზავნით ჩვენი. კი ბატონო, მე არაერთხელ მქონია ემიგრაციას თემაზე სიუჟეტი, ცოტა ხნის წინათ მქონდა იტალიიდან და რა მინდა ვთქვა, რომ ასე თუ ისე ვიცი ხოლმე რომ ჩავდივარ მათი რთული რეჟიმი. ოჯახების, ბავშვების, მე თვითონ ესე სწავლა აქვს, საქმე აქვს, არ არის ადვილი ესე მოიცალო და კვირაში ერთი დღე რამდენიმე საათი რო აქვს დასვერების ნაცვლად მიდიან და აი რაღაცა მღერიან ცეკვავენ და დიდი მადლობა ქორეოგრაფებს, რომლებიც ზრუნავენ, დიდი მადლობა ოჯახს და თავად ბავშვებს, რომ როგორც აღნიშნე, არ წყვეტენ ჩვენ სამშობლოსთან ამ კონტაქტს, რაც გამოიხატება ცხადია ცეკვის სიმღერით. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ რაღაც ილეთი ისწავლოს ბავშვმა, რაღაც სიმღერა ისწავლოს, ეს საკმაოდ დიდი შრომაა თავისთავად, იმიტომ რომ აქ მხოლოდ ილეთისა და სწორი მუსიკალური ბგერის გარდა არის ის მთავარი, ის ისტორია, ის შენი საფუძველი და ის ფესვები, რომელიც აუცილებლად უნდა შეახსენო, ჩაუნერგო და ამით აღზარდო ქართული სული. შეაყვარო სამშობლო, იმიტომ რომ ბევრი მათგანი ჩვენ ხედავთ ახლა მოზარდებს შესანიშნავად ცეკვავენ, შეიძლება არ წყოფილან ჯერ საქართველოში და ისე იციან მოყოლით და აქვე აუცილებლად ვახსენოთ სამრევლოები, რომლებიც დაფუძნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სამრევლობის წინამძღვრები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ გარდა იმ სულიერი მიმართულებისა, რომ აი ეს სიმღერით, ცეკვით, არ ვიცი, ანსამბლებით მეტნაკლებად გაერთიანონ ნიკყოფი ქართველები და იმ მამა ანტონს ხედავთ ახლა კაცში, როგორც თქვი, მამა ანტონი განსაკუთრებით გამოირჩევა ამ კუთხით, სხვა მომებთან ერთად, სხვა წინამძღვრებთან ერთად, რომ ეს ურთიერთობა გქონდეთ. უსურვოთ წარმატება ჩვენ ამ ანსამბლებს, ჩვენს მოზარდებს, ქართველებს და იმედია მალე საქართველოს სამშობლოში ნახავთ მათ კონცერტს. წარმატებას უსურვებთ მათ.